სოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელოვნური ინტელექტის კომპანია XAI სწრაფ ზრდას განაგრძობს, მაგრამ ეს ძალიან ძვირი უჯდება. ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით XAI თვეში 1 მილიარდი დოლარის ნაღდ ფულს ხარჯავს, მაგრამ შემოსავალს კომპანია ჯერ არ იღებს. აღნიშნული დეფიციტის ამოსავსებად ილონ მასკი მორიგის საინვესტიციო რაუნდის გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებში არასრული 9.5 მილიარდის მოზიდვას და ამ თანხას თითქმის სრულად მიმდინარე წლის ოპერაციების დასაფინანსებლად გამოყენებას გეგმავს. Bloomberg-ის ეს ინფორმაცია XAI-მ არ დაადასტურა, ხოლო მასკმა ამ ინფორმაციას ნონსენსი უწოდა, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია. ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის დიდი დანახარჯები მოულოდნელი სულაც არ არის. მეტიც ეს ინდუსტრიის სტანდარტია. საქმე ისაა, რომ AI-ის განვითარებას დიდ ძალიან ენერგეტიკული და გამოთვლითი რესურსი სჭირდება, რაც დღეს ძვირიანი სიამოვნებაა. XAI-ის მიზანია მსოფლიოში საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის შექმნას, ამიტომაც ის AI პროცესორებს ამერიკული NVIDIA-სგან ყიდულობს, რაც მილიარდობით დოლარი უჯდება. Carlyle Group-ის შეფასებით 2030 წლისთვის AI-ის განვითარებისთვის კომპანიები $1.8 ტრილიონ დახარჯავენ და ამ მხრივ დიდი კონტრიბუტორი XAI-იც იქნება. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანიების უდიდესი ნაწილი ფინანსურ ანგარიშგებას საჯაროდ არ ავრცელებს, მაგრამ მედიაში გარკვეული მონაცემები მაინც არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ ყველაზე კარგად საქმე OpenAI-ს და Anthropic-ს აქვთ, რომელთაც დიდი ენობრივი მოდელები ბაზარზე შედარებით ადრე გამოიტანეს და შემოსავლის მიღების წყაროები დაალაგეს. ილონ მასკის XAI-სგან განსხვავებით. Bloomberg-ის ინფორმაციით OpenAI წელს არასრული 13 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდება, როცა XAI-ის საპროგნოზო შემოსავალი წელს $500 მილიონი, მომავალ წელს კი სულ რაღაც $2 მილიარდი. აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ თავად ილონ მასკზე, რომელიც კონკრეტული მიზნის მისაღწევად მილიონების ხარჯვას არაზრუს ერიდებოდა, მათ შორის არც სხვა კომპანიების ჭრილში. მოდელ 3-ზე მუშაობისას Tesla თითო კვარტალში $1 მილიარდი ნახდ ფულს ხარჯავდა, რაც იმდროინდელი სტანდარტებით ძალიან დიდი ფული იყო. აგრეთვე ასეთივე მასშტაბის დანახარჯები ჰქონდა ილონ მასკს SpaceX-ში, რომელიც საერთოდაც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობდა წაგებაზე. ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ასეთივე მიდგომა XAI-სთან მიმართებით.